ქრისტიანობა 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 გილოცავთ დეშარსაულს განსაკუთრებული დღე აღდგომის შემდეგ ეს მეორე კვირა და ეკლესია მიუძღვნა და ენასა დედათა ხსოვნას და მრავალი რამ ითქვა ამ დედათა ღირსებისა და მსახურებისათვის სიყვარულმა არ იცის შიში მაგრამ სიყვარულმა იცის თავდადება და სიყვარულთან რწმენასთან ერთად არის შეერთებული მით უმეტეს საოცარი ძალა ძლევისა ამ სოფელზე თუ ლოდი რომელთაც დაბეჭდეს საფლავი და ბეჭედი ასეს ზედ როგორც მოინდომეს წევრებმა და დაბეჭდესო ეს საფლავი რომ არ გახსნას ეს ლოდი ჩვენი ცხოვრებისა ამავე ცხოვრების ლოდია რომელიც ასეთ დააგვირგვინებს შენ ამ სოფლის ცხოვრებას და დაბეჭდავს და მიწად მიიქცევა ეს ლოდი ძლევა სოფელზე მხოლოდ დაიძლევა ეს ლოდი რომელიც ყველას აქვს თავისი ცოდვებით უწუნოებით რომ რატო მიაგორეს ეს ლოდი ამ დელთავრის მსახურებმა რომ რადგან არ იწმუნეს ქრისტე რწმენა შეცვალეს სიცრუით მაგრამ სიცრუე სხვას მიატერეს თავის თავს არა რომ ღამე არ მოვიდნენო და არ მოიპარონო და მე არ გავსონ სიცრუე და ესო იმაზე უარეს იქნებას მანამდე იქნება ანუ ყველა ეს სასწაულები ყველა ეს სიტყვანი მადლიანი ქრისტესი მათ სიცრუეთ მიიჩნევს რატო ეს სიტყვა მამხილებელი იყო მათი სიცრუისა აიტომ სიცრუე მიატერეს მართალს როცა თვითონ მართლა წარმოჩენილიყვნენ როცა სიმართლის მებრძოლნი ყოფილიყვნენ აი ეს ლოდი მიაგორეს ამ ამავე ცხოვრების სიცრუისა ცდომილებისა ცოდი დაცემისა და ამით უნდათ რომ რწმენა ქრისტესი აღარ გავრცელდეს და მორი სიცრუეს ჩადიან რომელს დაარღვევს მხოლოდ ღვთის ძალა და მადლი ის აღდგომის ძალა და მადლი ამიტომ დედები რომ მოდიან ესე ედარდებათ ვინ გადაგიღროსო იმიტომ უმძიმესია ეს ლოდი თუმცა ჩვენს გონებას ჩვენს გულს ადევს ჩვენს საქმეებს ადევს და არას კაცს ხონდა იცოცხლებს და არ შესწოდავსო შეუძლებელია როგორც უფალმა უთხრა მოწაფეს რომ კაცის ცხონება შეუძლებელი არის რომ ამ ლოდის გადაგორება საკუთარ თავში კაცის შეუძლებელია თუ არა უფალი შეეწია და უფალი ამბობს რომ ღვთისათვის ყველაფერი შესაძლებელი არის და ეს შესაძლებელი მოწმენი გახდნენ მეცად დედებითა მივიდა და ნახეს რომ ლოდი გადაგორებულია და ქრისტე აღდგა და მოწობენ ანგელოზები რომ რას ეძიებთ ცოცხალს ამკართანა ის მარდუს ნაცოში იმყოფსა აქ გნელში რას ეძებთ აი ოთა ამ ჭეშმარიტ რწმენას შეუძლია გადააგოროს ეს ლოდი თითოეულ ჩვენგანში განწმიდოს ჩვენი გონება და გული და სიყვარული ჩვენ გვაქვს ამ ქვეყნიური ეს სიყვარული
უდიდეს სულიერ სიყვართ იქცეს რწმენასთან ერთად შეერთებული. ამას დღეს ასწავლოთ ეკლესია, ამიტომ განსაკუთრებით ეს ხსოვნა ამ დედების ღვაწლისა ჩვენ და სამახსოვროდ, ჩვენ და სამაგალითოდ მოქცა ეკლესიამ. მათი ლოცვა ეწევდეს საქართველოს და აი საოცარი საქართველოს ეკლესიამ ამ დღეს ასევე აღარ სულებს ხსენებას იდაკეთონტე მეფე თამარის, რომ ამ ფიგურულ ბრძოლაში, იმ ფიზიკურ ბრძოლაში, მტრებთან ბრძოლაში ის იბრძოდა რწმენით, მოწყალებით, სიყვარულით, საშოებით, წინ უდღოდა ჯარს ფეხშიშველი და მოდიოდა მონასტერში და იქ აგზელებდა ლოცვას და არა მარტო თვითონ ამას მოუწოდებდა, რომ რაჩილე მეტი მოწყალება გაეცითო გაჭირებულებს უფალმა ჩვენ შეგვიწყალოსო. აი მოწყალების საქმეებიც არის ის საქმე, რომელთაც ეს ლოდი დაიძლეოდა გადაგორება. და ამას ვესწავლოთ ჩვენ, მეტომ მართებულია სწორედ ეს და კეთილმოწყალე მეფე თამარის შენება მეზობელთა დედებთან ერთად, თუ მან დაანახა რწმენის და წყალობის და მოწყალების ძალა ყველას. პირადი მაგალითით ეს ყველას მისცა და მისი ლოცვა ეწევდეს საქართველოს. და მშვიდობა და ერთობა იყოს მაშინა და ძლევა ის აკვირველი მშვიდობით და რწმენით და სიყვარულით მოგვეცეს ჩვენ ყველას. გილოცავთ კიდევ ერთხელ. ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. ჩვენ უკვე ასე ტრადიციად გვექცეთ, რომ წელიწადში ორჯერ გაჟაფხულზე შემოდგომაზე რომ აღნიშნავთ ჩვენი ეპარქიის სული მოძღვრების ღვაწლს, შრომას და იმ რუდუნებას, რომელიც თავის მსახურებას აღასრულებენ ღვთისაში და ერის წინაშე და საკუთარი თავის სარწმუნებლად და გაჟაფხული როდესაც იყევ ახალ ცხოვრება იწყება, შემოდგომა ნაყოფის ჟამი არის, თვითონ ავირჩეთ ეს ორი თან ეკლესიას არის ორი ახალი წელი არის, აი ახთ და არის შემოდგომაზე ახალი წელი და აღდგომაც ახალი წელია, ახალი ცხოვრებაა. ამას ულოცავ ყველას და ეხლა ჩვენ ამ დაჯილდოებას ვასრულებთ საჯაროდ ყველასათვის. ხო. მრავალწლიანი ერთგული მსახურებით, თქო იქ სადაც უჭირს არა მარტო ჩვენ ეპარქიას, არამედ საქართველოს სოფლებში ტაძრების მოქმედება და იქ მრევლთან ურთიერთობა და მათ უფალთან მიყვანა ტაძარში წმინდა ზიარებით და აი ამ განსაკუთრებულად გამოიჩინა თავი და უკვე ხედავ წლების მანძილზე მამა იონე მიხელიძე დაჯილდოვდება მიწის თავისუფლებით აქსიოს ახალზე ამბობ დეკანოზი ონოფრე რატიანი ასე დაჯილდოვდება მიწის თავისუფლებით აქსიოს აქსიოს დეკანოზი პავლე ჩიკვაძე დაჯილდოვდება მიწის თავისუფლებით შეგი ჩვენი სის და ხორცის რომელიც ჩვენი თავისუფლების გამო ალბათ
არიან შეზღუდული გარკვეული დაწესებულებაში, მაგრამ აი მამა პავლე არ ივიწყებს მათ მათი შეერთი სტუმარი კი არა თანამონაწილე ხდება იზიარს მათ ტკივილს დარს და რომელიც ელოდებიან წყალობას და ამ წყალობას მიტანი რომ იქ აზიარებს ახსენებს ღებულობს და ცოცხლის ძალას ენერგიას მადლ იმედის რომ ყველაფერი მათთვის მშვიდობით იქნება ღვთისმეტყველო აქსიოს დეკანოზი გიორგი გაფრინდაშვილი ვიძა ნიკოლსტადის მემკვიდრეა, მაგრამ შეიძლება ტაძარი ააშენო და გაჩერდა, მაგრამ არ გაჩერდა, სანამ არ მოხატა ბოლომდე, ხო დაასრულა მხატვრობა და თავის ძმებს და ახლობლებს და მეგობრებს რომც არიან უცხოეთში იმათ ხშირად იარსტურს საქართველოს ახსენებს ჩადის და ამ კავშირს მათთან ცოცხალ კავშირს აგრძელებს რომ დადგება ჟამი რომ უცხოეთში წასული ქართველთა თათარის მისიას მართლობის გადაგებისა უცხოეთში ასრულებენ და მე თის განგებით ისინი დაბრუნდნენ აქ ჩვენთან მათთან უგეშოთ მამა გიორგი მოტევს აქსიოს გავშვენ ძვის დარების უფლებით ჯილდოვდება დეკანოზი ილია ლომთათიძე. ესე იგი წლებია ვერ შეედგა ერთ მოძღვარს რომელსაც ერთი ტაძარი სოფელში გონა მეორე ტაძარი იქ და ეხმარებოდა რომ შეეძლო და აი ბოლოს მიეცა საშუალება რომ თალკე იმსახუროს არ გავიდა დიდოდა უკვე სოფელი გახარებული მისი მოღვაწეობით და გვერდში დაუდგა და ესაა სწორედ ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი რომ იქ მოძღვარემთ იქ მსახურობდა ბოლო წლები ავადმყოფი იყო და ვერ ხედავდა სათანადოდ და ის გავიდა სოფლიდან მეთა მოიხსენოს ისული მამა ავთანდილი და აი შენს სიხარულს შემოიტანეს სოფელში და გააქტიურდა სოფელში მათთან ერთად უფასო მსახურდა დიდას აქსიოს დეკანოზი გიორგი ჩიხლაძე ასევე წლებია მსახურობს ასე აი აქ მე ვერ ხედავ ხოლმე და მაგრამ ეს არის ეს უფალი ხედავს მის ერთგულ მსახურებას სოფელში და ეპიზოდომ ეს ჩემს მოაღწია ამბავმა და ვფიქრობ რომ რაც მანამდეც უკვე იმსახურებდა დაჯილდოებას მაგრამ როცა ცხებოდა გვიან და გვიან მაგრამ მაინც გამოცხოდა გილოცავ გავშევ მსახურება ეხლა მეზობელი გავიშთერდი ხო აკიმადეთი ეხლა გავორმაგეთ ერთად აქსიოს დეკანოზი მიქაელ თურქაძე დილოდობდა ამშვენური ჯვრის დარების უფლებით ის ტაძარი ხო აშენდა ხოლმე იქაც ხო დაუკიდე მსახურება და ვაღიარებ რომ სათანადო ყურადღებას ვერ ვაქცევდი აქამდე და დაუფასებელი იყო მაგრამ მე თადალოშოს აქსიოს დეკანოზი ვასილ კუჭუხიძე იდოვდება კავშირის დარების უფლებით ყველა ისეთ მამაშოს ვინც პეტრე პავლეს ტაძარში დადის რომ იქ ჩვენ ხალხს ასაკოვანი და ვაწმოშილი მამები მამა დემურაჟი მამა ავთანდილი და მაგრამ უკვე
ცოტა ჯანმრთელობა შეწეული და მომასი ერთგვარად ემსახურება და ძმობის ასე სამსახურს გაუწეს მათ. მამა თეიმურაზი ახლა აღიარება საპატიო მოქალაქედ. ისა მით უმეტეს ორმაგად უნდა ეხმარებოდა. აქსიოს. დეკანოზი არსენ სადუნიშვილი. მამა არსენს მე ვიცი უკვე სემინარის სტუდენტი რო იყო. როგორც იყო 7 და თამდაფალი და მორჩილი ისეთივია და რაშე ისეთივე. სტუდენტს თავის მოეთხოვება და მოძრაოს კი თავის მოეთხოვება. ახლა ისეთივია, მაგრამ უფრო მაღალ ტონზე. მოდის შესაფერისი. თამდაბლოვანი 7 მორჩილი და უთითმინელად საფუძვლის შესრულებელი. და აი ეს წყნარი ესეთ სახურება ღვთისმშობლში ყოფთვის არის დაფასებული. აქსიოს. ახლა მამა თომა. ეხო პროდუქტი წავს. დეკანოზი ლუკა ბუთხრიკიძე. მამა ლუკა უკვე ცნობილია როგორც მოძღვარი და როგორც ხატწერი და დადებით მოუხატავს. ეს გზა უფლისა ვირგვინით კი თავდება, მაგრამ ეკლიანია ეს გზა. ეს ეკლიანი გზა დიდი მოთმინებით და ღვთისაშოებით გაიარა მამა ლუკამ და სახეზე შეხედავს სულ სიხარულია სახეზე. ასე რომ აი მე თვითონ დაგვრჩევდა კიდე არაერთი ხატი მინდა და მოხატული ტაძარი შექმნას. აქსიოს. დეკანოზი ივანე ბოჭორიშვილი. მე თვითონ დაგვრჩევს მამა თეოდორე სტატილატის ტაძარს სახურობ. იგი მოწამეა და შენგანაც სახურება შესაბამისი საჭიროა. რაღაცის მოთვენა, რაღაცის პატიება შეწყვეტა და მეთა ძალამოქცეს. ეს სახურება გაგრძელო უფრო მეტად. აქსიოს. Çalan. საქართველოს ჟურნალისტებს გამოსვლა. Yes, გურამ ვინმესიდება და თავის ესეთი გადარჩენს ახურდა კიდე ხმარება. გამაჟურებს და გამოძებს და საჭიროა ხოლმე და თანადგომისების მობისათვის და ესე რომ აფიშირების გარეშე უნდა სრულდება. ერთ ფალმა თქვა რომ ეს გაკეთებთო, ნუ გააგონეთ ეს ხებსო. იმიტომ ღმერთს უყვარს დაფარული საქმეებიო, რომელიც მე გაცხადდებაო და ეცხადოთ არის ეს აქსიოს. დამჩნეული? იქოდა ხო ოქროჟვარი? ნუ ხო ჩვენ ის დამსახურდა გამოვშენოთ. აჯი უდენი იყო ხო? ეხლა დეკანოს ხარისხი შედის თუ? ახლა ვყავს დეკანოზის ხარისხი და გამშვიდობით. იგი ესეთი სოფელი არის ცხუნკური. ჩვენთვის ისტორიული, იმიტომ რომ ოთო გეოლოგი სამსახურში ვიყავი. იქ ცხუნკურთან ქონდა ურთიერთობა, იქ ძველი იყო ჩვენი ქაური და სტუმრად ყოფილა არაერთხელ და მაგრამ სოფელი გზანერო არის, ის ხედავს ყველა. აი ზედა მოშორებითად არის და სოფთა მოშორებით რა ტაძარი. იმას ნაკლებად ხედავენ და მამა ლავროსი გადმოვიდა ჩვენთან ეზობელი ეპარქიიდან და უკვე დაეტყო ეს სოფელს. სოფელი დიდი სიხავ აღნიშნავს ხოლმე იმ დღესასწაულს შემოდგომის განსაკუთრებით ნაყოფების ჟამს და აი ეს ნაყოფი შენი ღვაწლისა თოთ გამოჩნდა ჩვენ
ამიტომ მისაუბრეთ დეკანის ხარისში აყვანით და გამშვენჯვით დაჯილდოებით უფლებით. Axios. ახალი მეუქანდაზე. დელ მონაზონი გიორგი გვეტაძე. მამა გიორგი სახურს თავარანგელოს ტაძარში სანამ გელათი ახვალ ჯერ ის ტაძარი არის. მაგრამ მამა გიორგის იქ ხალხო ღვთისახურის დროს არის ხოლმე. სადა ხარ? იქ ვიღაცას ეხმარება შენებლობაში. ვიღაცას დაუჭირდა შეშაჭირდება მიუტანს. უამრავ საქმეს გესახეთ, ანუ ანგელოზურ მსახურებს ასრულებს იქ. ამიტომაც ჩვენ ვერ ხედავთ ხოლმე. აი ჩავილით, სადა მამა გიორგი? დასული სადა დასული და მე ერკევა. ამას არ უცხადებს ვის რატომ სად მიდის, მაგრამ ჩვენ ვიცით მე თვითონ ადამიანებს და მადლობით მოდიან, რომ როგორ გვეხმარება მამა გიორგი. და ჯილდოვდება იღუმენის ხარისით და ოქროს ჯვრის დარებით უფლებით დაჯილდოვდება. Axios. ყველას რო ეხმარება, ამიტომ მე ჯანოს ეძახია კიდე. ჩემი ჯანი მოახმარა კეთილ საქმეებს. გაიშვება. ოქროს დარებდა დეკანს ტოდებით ჯილდოვდება დელი გიორგი ამყოლაძე, ხო? ამაონა ქრისტიანი ერთად არის. ამაონა ქრისტიანი. ნახა, წინამძღვარი დაწინაურდა, შენს უნდა მიყვე იმას. არ ჩამორჩა. Axios. დელი მაქსიმე ძრიძე. დეკანის ხარისხით და ოქროს ჯვრის დარების უფლებით ჯილდოვდება ერთად ალბათ. Axios. უკვე გამარჯვე. დელი ზაქარია, სადაც? სად არის? Твария, Захариас. Πώς არის? იგი. ლებია მამა ზაქარია, სახურობს ტაძარში ნიკეაზე, ხო? ნიკეაზე. მაგრამ ახაც გეხმარება მაგრატის და ტაძრის გამშვენებაში განათება იქნება თუ რამე და თუ რამე გაგვიჭირდა, ვიცით რომ ყოველთვის გვერდში გაგვიდგება. აი მერთობისათვის და ყალბისათვის მერთა დაგვიწევთ. Axios. ხო, მამა არსენი. ამ არსენი, თურიანი. ესე აყვანილია დეკანის ხარისში და დაჯილდოვდა ოქროს ჯვრის დარების უფლებით. ახლა მე ვერ ჩამოვთვლი იმის იმდენი საქმეა რომ ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ მინდა შენ ახლა იქ რომელ სოფელში ხარ? საბურინეუნთან მასწავლებლად. აი მამას იმდა ვიცი რომ ხარ. აი სოფელი ლეჩხუმის ცაგრესენის უკუშერია სოფელი. რომელია? უკუშერი ქვია სოფლის. ო, იქა არის ეკლესია? კი, მოხატეთ ჩვენ მას. მოხატეთ ტაძარი. მოხატეთ, ხო და ვიცი ხარ რომ მიმალავ რაღაცებს. მე რომ უფას ვერ დაუმალავ. მეთო დაგვიწევ. Axios. დელი სინონ ურაშვილი აყვანილი დეკანის ხარისში და დაჯილდოვდა ოქროს ჯვრის დარებით უფლებით. იგი იყო აუცილებლად გაჭირება და ერთ-ერთ სოფელში დაინიშნა და სოფლებს ისე შეუყვარდათ, გაშება არ უნდა და თვითონ სოფელი შეიყვარა და თავის მოძღვართან წასვლა აღარ უნდა და ძალით გამოიყვანეს სოფელთან მოდი და დავაბრუნოთ თვითონ
მოძღვარს სიტყვას თანადგომა შენი მხრიდან. მეთა დაგოცოს. აქციოს. სოფელი დღეზე ჩამოდის ანახავდა, ერთადი სოფელი ანახავდა. ეგარ სიყვარულით გამოდი. დელი იაკობ ბენიძე. იგი არქიმედი რა მამა იოსებმა გასვენებულმა დარადგინა მამა იაკობი უფარო იქ მინდა პირველ მოწამეთ ეკას მონასტერთან ახლოს იქვე არის ძველი ტაძარი მინდა პირველ მოწამეთ ეკას მოთხოვნა შორის და იქ მოძღვარი არ არის და მამა იოსების რეკომენდაციით ჩვენ მაშინ მამა იაკობი დის ხარისში ავიყვართ აკუთხეთ მაგრამ იქ დედები ჩადიოდნენ ხოლმე და ისე მოეწონათ რომ ითხოვეს რომ ჩვენთან ამოვიდეს მონასტერში ხა ეს მონასტერი ითითმეთ არის სასაფლაოზე და ეხლა სასაფლაოზე იქ ჯვისერეს და ნახლოვას ნაკლებ თუ ვინმე მოხდა ასე რომ აი ამ დედების თხოვნა ეხლა შეწარებული დაუშვათ მამა იაკობის და ჩვენი ერთობით გახარებული არის მონასტრის დედები აი სიხარული გაუზიარ ყოველთვის ყველას და ახალი მრავალჟამია აქციოს და მამა დელი ზოსიმე ბუხაით ახლა შეუძლია ცოტა ხნის წინ ხურებას მაგრამ ისეთი ვითხოვდით მონდომებით და სისაფით ასოს ყველა საქმეს მე სისაფე წუთები და წამებით არ განიზომებოდა საათებით ისე რომ გასაკეთებელ და აკეთებს და მიუხედავად იმისა რომ დატვირთულია იცით რომ ეხლა ხდება ჩვენ ეპარქიაში აღორძინება საეკლესიო გალობის და არა მარტო საეკლესიო გალობის ხალხური სიმღერებს მაგრამ ჩამოვიდნენ ჩვენი მოღვაწე მკვიდრი ჩვენი ეპარქიის და აი მოძღვართა გუნდი გაამშვენა მამა როსიმე მეთა დაგოცოს აქციოს ეხლა დედა ნინოს კარგად იცნობენ არა მარტო ქუთაისში და სულ უხდებოდნენ ხა ჯერ კიდევ მონზონია იგუმენი არ არისო რატო არ არისო და იგუმენიობა უფრო დიდი ტვირთი არის მონაზები ბევრია იგუმენები ნაკლები იგუმენი არის ის მაგალითადებს მონასტრის ცხოვრების თავის თქვენი და გონებით სიფხიზლით და გულისხმიერებით აი მოთმინებით ერთი მაგალითი შრომაში და რაც ნიშნავს რომ თუ ვინმეს ამის თხოვნა უნდა მოდის დედანიოსთან მე ძალიან მეხმარება მაგრამ ვიღაცა იტყვის რომ ხო მიკერძოებით ჩვენ ეპარქიაში უკვე 3 იგუმენი არის მესხეთში იქ ზეთევრას მონასტერში და დერჩი და ასე რომ მე მგონი მიკერძოებას არავინ არ გამითვის ისინი ყველა აყვანილია იგუმენის ხარისში და ვფიქრობ რომ სამართლიანი იქნება რომ ჩვენ დედანინოს თქვათ დაუნძიმოთ ცოტა ჯვარი მეტი მოთმინება მეტი სიმშვიდე მეტი გულისხმიერება მეტი
პირადი შრომის მაგალითის ჩვენება სხვებისთვის და ზრუნვა ყველა იმ ადამიანის ვინც მის თვალსაჩინში მოხდება და საჭიროს რა დახმარებას და აკვანია იღუმენის ხარჯი აქსიოს ალბათ მეჭრობს კიდე ეს ქრისტე აღდგა ეშმერდათ ქრისტე აღდგა ეშმერდათ ქრისტე აღდგა ეშმერდათ